რაში პაულობ ხოლმე ძალას, როცა რაღაცა არ გამოგდის, რომ თავიდან დაიწყო, ანუ რთულია რეალურად. დავაფიქსირე, რომ თავის დროზე ეს იყო ეგო. შეიძლება ეხლაც არის ეგო. რა საინტერესო. მაგრამ რომ აი მე ვარ და ჩემი ნაბადი. რომ ვიტყვი, რომ აი მე გავაკეთებ და ანუ მაინც საზოგადოება ხო აი რო არ გამოგივა ხალხი რას იფიქრებს და აი ან ყოფილა რომ აი მიჯინაზე აი ხო ფიქრობს რომ ვერ გავაკეთებ აი მაინც გავაკეთებ და ბევრჯერ ყოფილა ეს ხოთა შორის ენერგიის წყარო ანუ ეგოზე ამბობენ რომ ego is not your amigo ერთ-ერთი მოხსენებელი ედბლექსიძე ამბობდა ამას და მე გადავაკეთე რომ your ego can be your amigo ანუ შენი ეგო შენ შეგიძლია ისე დაიმორჩილო, გამოიყენო შენ სასარგებლოდ და თუნდაც ბიზნესში წარმატებული გახდე. ანუ რაღაცნაირი ფორმულა ჩამოაყალიბე. ჯდება ისეთ რაღაცაში, აი მაგალითად მე ხშირად მქონია ეს შეგრძნება, რომ мотиваცია საკმარისი არ არის. იმიტომ რომ мотиваცია ყოველთვის ვერ გიქნება. ხანდახან გჭირდება რაღაცა სხვა, რომელიც დაგეხმარება, აი რასაც შენი ძახდი, რომ როცა გაფეილდები, კიდევ გააგრძელო და კიდევ არ მოეშვა და რაღაც. ეს იქნება ეგო თუ ნებისმიერი სხვა რაღაცა, თუ შენ სასარგებლოდ არის, რატომაც არა. რატომაც არა და ზუსტად მაგას ფიქრობ, რომ ადრე თუ გვე შეიძლება მოგიწიოს, რომ ვიღაცას რჩევა მივცე.